creation and protection of minorities. To this end, we strive for peaceful cooperation with other nations and international maritime organizations. It goes without saying that collaboration with IMO. I cannot but say the words of appreciation towards His Excellency, Mr. Sekimitsu. Republic of Georgia and His Excellency and the international commission related to integration, long-standing support and close collaboration with all countries represented at the meeting. In order to achieve our objective and regional activities related to the new IMO Foundation on initiative to go beyond compliance. პირველი ასეთი შეხვედრა არის შავი ზღვის და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების საზღვაო ადმინისტრაციების საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით. და პირველად ჩამოგზავნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი მთლიანად საზღვაო სფეროს განვითარებისთვის. ასევე კონკრეტულ შედეგს ველოდებით ჩვენ, რომ დაახლოებით 15,000 მეზღვაური გახლავთ საქართველოში და მათი სერტიფიკატების ცნობის საკითხი დგას დღის წესრიგში და ჩვენ გვინდა რომ მივახციოთ იმას რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის ცნობილი იქნას მათი კომპეტენციის სერტიფიკატები და მათ შეძლონ ევროკავშირის ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე მუშაობა. ეს არის დასაქმების საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. ძალიან მნიშვნელოვანი აბიჯებია გადადგმული უკვე იმისათვის რომ ამ საკითხში წინსვლა მოხდეს და ჩვენ ვფიქრობთ რომ ლოგიკური განვითარება სწორედ ეს იქნება რომ ამოღებული იქნას შავი ზღვიდან ჩვენი ესე ვთქვათ დროშის მოსურავი გემები. არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც იმართება IMO-ს ეგიდით და ესწრება შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ადმინისტრაციები. ეს არის გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა, მასპინძელი არის საქართველო და რომ ის არის ძალიან მოხარული, რომ მასპინძლობას უწევს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ასევე ამ შეხვედრაზე განხილული იქნება უსაფრთხოების, საზღვაო უსაფრთხოების, საზღვაო ნავიგაციის და უშიშროების თემები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციისთვის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ამ შეხვედრას მოყვება კონკრეტული შედეგები, რადგან ეს არის რეგიონისთვის და განსაკუთრებით საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს ხელშეუწყობს საქართველოს და არა მარტო საქართველოს, მთელი რეგიონის საზღვაო ინდუსტრიის განვითარებას, საზღვაო ინდუსტრიის სტანდარტების განვითარებას და ასევე ჩვენთვის როგორც მეზღვაურთა მიმწოდებელი ქვეყნისთვის მსგავსი შეხვედრები ყოველთვის არის პოზიტიური სიგნალი დამსაქმებელი კომპანიების მიმართ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ და განსაკუთრებით დღეისათვის ევროკავშირის მიმართ, რომელმაც 2013 წლის თებერვალში უნდა გადაწყვიტოს ქართველი მეზღვაურების დასაქმების ბედი. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ესეთი შეხვედრა შედგა საქართველოში და განსაკუთრებით ესეთი მაღალი დონის პიროვნება, როგორც ბრძანდება გენერალური მდივანი საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბატონი კოჯი სეკიმიცუ ეწვია საქართველოს.